საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს. ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე რამდენიმე დაზარალებული საქმის განხილვა დასრულდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებულებისთვის მატერიალური ან და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. დაზარალებულ პირთა შორის ისეთი მშვიდობიანი დემონსტრანტებიც არიან, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც სახელმწიფოს მათ სასარგებლოდ სარჩოს გადახდაც დაეკისრა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად აღარ საჩივრდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. მიუხედავად მიმართვისა აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭიანურებდა საახსრულებო წარმოების დაწყებას. იმის მიუხედავად, რომ არაერთ დაზარალებულთან მიმართებით გასულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადებით, აღსრულების ეროვნული ბიურო დღემდე არ ასრულებს მის მოვალეობას და იძულებით არ აღასრულებს გადაწყვეტილებებს. საყურადღებოა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გართულებული კომუნიკაციის საკითხიც. რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად დაზარალებულებს არ მიეწოდებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რატომ არ იწყებდა აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს. აღნიშნული წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამავდროულად ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობას. 2024 წლის 7 მაისს სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად ცნო. სასამართლომ საიას არგუმენტები გაიზიარა და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა. ამის შემდეგ მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე საქმე განსახილულად დიდ პალატას გადაეცა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადებს.